გადავიდეთ კორინის განხილვაზე. კორინი, ანუ იტალია, როგორც უკვე ვთქვით, ეს არის ამ ნაწარმოების სათაური. კორინში ხვდებით ორ პრობლემატიკას, უბრალოდ ვთქვათ, ერთ-ერთი პრობლემა ეს არის ზუსტად გაყრის თემა, რომელსაც მადამ დი სტალი აგრეთვე ახსენებს პირველ რომანშიც, რომელსაც აყენებს პირველ რომანში და მეორე პრობლემა, რომელსაც ხვდებით, ეს არის ზოგადად მოგზაურობის თემა და სხვა კულტურით დაინტერესება. ეხლა ამ შემთხვევაში მაინც ითვლება, რომ კორინი უფრო მეტად კომპლექსურ თვალსაზრისს ატარებს ლიტერატურული თვალსაზრისით, ვიდრე მისი პირველი რომანი დელფინი. რაც შეეხება თვითონ ინტრიგას, რომანის ინტრიგას, ის მიმდინარეობს 1794-95 წლების ზამთარში და ამ პერიოდში მთავარი მოქმედი პირი ეს არის ინგლისელი ლორდ ოსვალდ ნელვილი, რომელიც ხდება იტალიაში მოგზაურობისას ახალგაზრდა პოეტ ქალს კორინს და მათ შეუყვარდებათ ერთმანეთი, თუმცა ერთის მხრივ მათ უნდა დაქორწინება, მაგრამ დაქორწინებასთან დაკავშირებით წარმოიშვება სხვადასხვა პრობლემა. ერთის მხრივ ეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ახლა ძალიან რომ არ გავაგრძელოთ თვითონ რომანის შინაარსი, უბრალოდ მდგომარეობს იმაში, რომ ოსვალდს გაწყვეტილი აქვს კავშირი თავის ოჯახთან, თანაც როგორც უკვე ვთქვით, ის დიდგვაროვანი ოჯახიდან არის და ეს ქმნის მხარვეს თუ ეს ქმნის პრობლემას, რომ ისინი შეუღლდნენ და რაც შეეხება კორინს, მასაც გაწყვეტილი აქვს კავშირი თავის მხრივ თავის ოჯახთან და მან იტალიაში ნახა სწორედ ის რაღაც, იმდენად თავისუფლად გრძნობს თავს, რომ ფაქტიურად არ უნდა შეიზღუდოს თავი ქორწინებით. თუმცა უყვარს ოსვალდი. ეს იქნება ასე ვთქვათ მარტივად რომ მოყვეთ ფაბულა და შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდებიან და მოვლენები განვითარდება ისე, რომ ოსვალდი იწულებულია ფაქტიურად, რომ დაქორწინდეს თავისი, ასე ვთქვათ, სოციალური პირობების და გამო დაქორწინდეს ლუსილზე, რომელიც არის სინამდვილეში კორინის ნახევარ-და. ამასობაში კორინიც ჩადის ბრუნდება ინგლისში და როდესაც ის იგებს ამ ამბავს მათი დაქორწინების შესახებ, ის იმდენად დიდსულოვანია, რომ ვთქვათ და იმდენად დიდ ერთგულებას იჩენს ამ ორი ადამიანის მიმართ, რომ ის ფაქტიურად თავს წირავს მათ სიყვარულს და ბოლოს კვდება. ამ რომანში, ისევე როგორც პირველ რომანში, როგორც უკვე ვთქვით, იკვეთება ავტობიოგრაფიული მომენტები. ვთქვათ, პირველ რომანში, დელფინში ალუზია იყო მადამ დი სტალის სასიყვარულო რომანზე ბენჟამინ კონსტანტთან და ამ მეორე რომანში კიდევ რაღაცნაირად ალუზია არის ერთ-ერთი მოგზაურობის დროს მადამ დი სტალს შეუყვარდება დიპლომატი და სწორედ ამ დიპლომატთან დაკავშირებულ სასიყვარულო ისტორიაზე არის ალუზია. ორივე შემთხვევაში გვაქვს ავტობიოგრაფიული მომენტის ჩართვა. ეხლა როგორც ჩვენ უკვე ვთქვით, ეს რომანი საკმაოდ საინტერესო არის ლიტერატურის ისტორიის თვალსაზრისით და განსაკუთრებით საინტერესო არის თავისი აგებულებით, თუ როგორ არის აგებული თვითონ ნაწარმოები. პირველ ნაწილში ავტორი ფაქტიურად თამაშობს გიდის როლს,
რომ მკითხველს გააცნოს იტალია. ანუ ამ დროს საფრანგეთისთვის იტალია ბევრად უფრო ნაკლებად ცნობილია, ვიდრე სწორედ მე-19 საუკუნიდან იწყება განსაკუთრებით დაინტერესება ფრანგებისთვის მოგზაურობის თემით, მაგრამ ეს ჯერ კიდევ უნდა აღვნიშნოთ, რომ არის მე-19 საუკუნის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და ამ დროს იტალია ფაქტიურად უცნობია ფრანგებისთვის. ანუ შესაბამისად, პირველ პლანზე ნაწარმოების პირველ ნაწილში არის სწორედ იტალია და ვთქვათ ნაკლებად პერსონაჟები. ანუ უმთავრესი როლი პირველ ნაწილში ამ ნაწარმოების ენიჭება მეორე ქვეყნის გაცნობას, ვიდრე თვითონ პერსონაჟებს. და შესაბამისად ძირითადი აქცენტი გადატანილი არის იტალიის ხელოვნებაზე, არქიტექტურაზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და ასე შემდეგ. რომანის მეორე ნაწილი უკვე კონცენტრირდება თვითონ პერსონაჟებზე, ამ პერსონაჟების გრძნობებზე, რომლებიც საკმაოდ კომპლექსურ ხასიათს ატარებს და ფაქტიურად კორინისგან მადამ დე სტალი ქმნის ესეთ განსახიერებას ერთგული და დიდსულოვანი პიროვნების. და ამავე დროს კიდევ დავამატებდით, რომ ეს რომანი ფაქტიურად პრერომანტიზმის ტიპიურ მაგალითს წარმოადგენს. როგორც უკვე ვთქვით, საინტერესო არის ამ ნაწარმოების სწორედ ინტერნაციონალური ხასიათი. ანუ ინგლისელი კორინის სიყვარული იმდენად დიდია იტალიის მიმართ, რომ ფაქტიურად იტალიელი ხდება. კორინი ფაქტიურად იტალიელი ხდება და გავიხსენოთ ძალიან მალე სტენდალი, რომელიც იმოგზაურებს იტალიაში, მას იმდენად შეუყვარდება იტალია, რომ უნდოდა რომ მისთვის მილანელი ეწოდებინათ. მაგრამ ჯერ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი მე-19 საუკუნის და ამ დროს ეს მოგზაურობის თემა და სხვა კულტურით დაინტერესება ნაკლებად არის განვითარებული და სწორედ ამ მხრივ წარმოადგენს როგორც ეს რომანი ძალიან დიდ ინტერესს და ნოვატორულ ხასიათს ატარებს, ამავე დროს მადამ დე სტალის სხვა ნაშრომებით და განსაკუთრებით გერმანიის შესახებ, რომელზედაც გვექნება საუბარი. ფაქტიურად ხდება ამ რომანში ხდება ნაციონალიზმის ფარგლებზე გადაბიჯება. ანუ სხვა ქვეყანა მას იმდენად შეუყვარდება, რომ თავს ფაქტიურად იტალიელად გრძნობს ეს პერსონაჟი. რომანი ისიც უნდა ითქვას, რომ გამოიცემა მაშინ, როდესაც ნაპოლეონი ამ დროს იპყრობს ფაქტიურად მთელს ევროპას. ანუ შესაბამისად კორინი თვითონ რომანი წარმოადგენს მშვიდობის უტოპიას ერთის მხრივ და აგრეთვე თითქოს კულტურის დიალოგსაც კი იმ პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც ეს მსოფლმხედველობა აბსოლუტურად ანუ პირიქით ნაციონალური იყო წინა პლანზე გადმოტანილი, ანუ მთლიანად ეს სულისკვეთება თუ ეს მსოფლმხედველობა მთლიანად ეწინააღმდეგება იმ პერიოდში გამეფებულ მსოფლმხედველობას. ეხლა